როგორ აზროვნებს ადამიანი, როგორ არის ჩვენი ტვინი და გონების არქიტექტურა ზოგადად შექმნილი და რა ფაქტორები ახდენს ზეგავლენას ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ეს არის ის კითხვები, რომელზე პასუხის გაცემასაც ცდილობს ნობელიანტი ფსიქოლოგი და ეკონომისტი დანიელ კანემანი თავის წიგნში, რომელსაც ჰქვია „იფიქრე სწრაფად, იფიქრე ნელა“ და რომლის მთავარი არსი და მთავარი სათქმელი პრინციპში არის ის, რომ ჩვენს გონებაში, ჩვენს ტვინში მოთავსებულია ეგრეთ წოდებული აზროვნების ორი რეჟიმი, რომელსაც პირობითად სისტემა 1 და სისტემა 2-ს უწოდებს, ანუ რაც იმას ნიშნავს, რომ სისტემა 1 პასუხისმგებელია სწრაფ აზროვნებაზე, ანუ გადაწყვეტილების სწრაფ მიღებაზე, რომელიც ინტუიციაზე დაყრდნობით და ავტომატურ რეჟიმში ღებულობს ხოლმე გადაწყვეტილებას, რაც ნაკლებ ძალისხმევას და ენერგიას მოითხოვს ადამიანისგან და სისტემა 2 აზროვნების მეორე რეჟიმი, რომელიც ჩვენს გონებაში არის მოთავსებული, რომელიც პასუხისმგებელია შედარებით რთული ამოცანების გადაწყვეტას და რაც მეტ კოგნიტურ უნარებს და განსჯის თუ რაციონალიზაციის მეტ შესაძლებლობას მოითხოვს. და კანემანი აღწერს ძალიან საინტერესო თუ როგორი კოლაბორაცია შეიძლება შედგეს აი ჩვენს გონებაში ამ ორ აზროვნების ამ ორ რეჟიმს შორის, ანუ სისტემა 1 და სისტემა 2 შორის და მისი აზრით ადამიანის ტვინი როგორც წესი მიდრეკილია სიზარმაცისკენ, შესაბამისად სისტემა 2, რომელიც პასუხისმგებელია რთული ამოცანების გადაჭრაზე, გადააბარებს ხოლმე ხშირ შემთხვევაში თავის ფუნქციას, რომელიც მისი შესასრულებელია და მისი კომპეტენციაა, სისტემა 1-ს, რომელიც პასუხისმგებელია შედარებით სწრაფ აზროვნებაზე და ავტომატურ რეჟიმში მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რომელიც შეიძლება ხშირ შემთხვევაში იყოს გაუცნობიერებელი. და სწორედ ეს იწვევს ავტორის აზრით იმ შეცდომებს, რომელსაც ადამიანები გადაწყვეტილების მიღების თუ არჩევანის გაკეთების შემდეგ უშვებენ. და ის გამოყოფს რამდენიმე ეფექტს, რომელიც განსაზღვრავს პრინციპში ამ დაშვებულ შეცდომებს და პირველი ეს არის პრაიმინგის ეფექტი, ეგრეთ წოდებული, რომლის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ სიტყვის მოვლენის თუ რაღაც ქცევას რამხელა ზეგავლენა შეიძლება გქონდეს ჩვენს ქვეცნობიერზე, რაც შემდეგში ახდენს კიდეც გავლენას ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ანუ რა იგულისხმება ამაში? როგორ შეიძლება სიტყვამ მოახდინოს გავლენა შემდეგში ჩვენს ქცევაზე თუ გაკეთებულ არჩევანზე. და მას მოყავს მაგალითი, ექსპერიმენტი, რომელიც ჩატარდა ამერიკის ერთ-ერთ შტატში, სტუდენტებს დაავალეს მისეს შემდეგი სახის დავალება, რომ მათ დაურიგეს სიტყვები, 5 სიტყვა, რომლისგანაც მათ უნდა შეედგინათ რაღაც წინადადებები. და ამ სიტყვებში შეგნებულად შეურიეს მათ სიბერესთან ასოცირებული სიტყვები, როგორც არის მაგალითად სიტყვა მოხუცი, პენსია, ნაოჭი და შტატი ფლორიდა. ფლორიდა არის ის შტატი, სადაც ყველაზე მეტი პენსიონერი ცხოვრობს და შემდეგ დააკვირდნენ ამ ექსპერიმენტის დავალების შესრულების შემდეგ დააკვირდნენ ამ სტუდენტების ქცევას. რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ დავალების დასრულების შემდეგ ეს სტუდენტები შედარებით ნელა გადაადგილდებოდნენ, ნელი და ზლაზვნით და ისეთი პატარ-პატარა ნაბიჯებით გადაადგილდებოდნენ კორიდორში. ანუ მათზე სიტყვებმა, რომელიც ასოცირებული იყო სიბერესთან, მოახდინა ზეგავლენა მათ შემდეგ ფიზიკურ ქცევაზე. სწორედ ამის თქმა უნდა ავტორს, რომ თუ როგორ ახდენს ზეგავლენას სიტყვები ჩვენს შემდეგ ქცევაზე. და შეიძლება ეს პირიქითაც მოხდეს, ქცევამ შეიძლება მოახდინოს გავლენა ადამიანის ფიქრებზე და არჩევანზეც, რაც იმაში გამოიხატება, რომ თქვენ თუ ადამიანს მისცემთ მაგალითად თბილ ყავას, შეიძლება მან მისცი მჯდომი ადამიანი შეაფასოს როგორც თბილ ყურადღებიან და სანდომიან ადამიანად, ხოლო თუ მისცემთ ყინულიან ცივ სასმელს, შეიძლება პირიქით რაღაცა უკარება და დისტანციურ ადამიანად შეაფასოს მისცი მჯდომი ადამიანი. მეორე ეფექტი, რასაც კანემანი გამოყოფს ამ წიგნში, ეს არის ეგრეთ წოდებული ღუზის ეფექტი, რომლის არსიც იმაში მდგომარეობს, თუ რა ზეგავლენას ახდენს პირველად მოსმენილი სიტყვა ადამიანის ცნობიერებაზე და შემდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და გაკეთებულ არჩევანზე. და მას მოყავს ესეთი მაგალითი, რომ მაგალითად თუ თქვენ შედიხართ მაღაზიაში, ტანსაცმლის მაღაზიაში და ხედავთ იარლიხს პირველად, რომ ღირს მაგალითად ქურთუგი ღირს
1500 ლარი, რაც გეძვირებად შესაძლებელია, მაგრამ შემდეგში ხედავთ წარწერას იარლებს, რომ იგივე ქურთუკი ღირს მაგალითად 800 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ 800 ლარით შეიძლება გეძვირებოდეთ, თქვენი ტვინი იმახსოვრებს იმ პირველად მიღებულ ინფორმაციას, როგორც არის 1500 ლარი და ამის შემდეგ ეს განაპირობებს შემდეგ თქვენს მიერ მიღებულ განაწყვეტილებას, რომ უკვე შეიძლება თქვენ იაფად მოგეჩვენოთ, რადგან შედარებას აკეთებს პირველად მიღებულ ინფორმაციასთან. მიუხედავად იმისა, რომ 800 ლარი შეიძლება გეძვირებოდეთ, 1500 ლარის შემდეგ 800 ლარი ბუნებრივია იაფად მოგეჩვენება და ამას, რა თქმა უნდა, მარკეტოლოგები, ანუ გამყიდველები ხშირ შემთხვევაში ძალიან კარგად იყენებენ იმისთვის, რომ მომხმარებელზე მოახდინონ ზემოქმედება. და კიდევ ერთი ეფექტი, რომელსაც განემანი ამ წიგნში გამოყოფს, ეს არის ეგრეთ წოდებული ჩარჩოს ეფექტი, ანუ როგორ ახდენს ზეგავლენას ჩვენს მიერ გაკეთებულ არჩევანს და მიღებულ გადაწყვეტილებაზე ის თუ რა ფორმით გვაწოდებენ ინფორმაციას. შეიძლება ერთი და იგივე ინფორმაცია სხვადასხვა ფორმით და სახით მოგვაწოდონ და ამან გამოიწვიოს ის, რომ ჩვენ სხვადასხვა გადაწყვეტილება მივიღოთ. მაგალითად, მეტი იქნება სანდოობა ისეთ სამედიცინო პრეპარატზე, რომელზეც გეტყვია, რომ გადარჩენის შანსი არის 90%, მაგრამ თუ გეტყვიან იგივე პრეპარატზე, რომ სიკვდილიანობის შანსი არის 10%, იქნება გაცილებით ნაკლები ნდობა ამ პრეპარატის მიმართ. რაც შინაარსობრივად ერთ და იგივეა პრინციპში, ხომ? უბრალოდ სხვადასხვა სიტყვები არის გამოყენებული და ინფორმაციის მიწოდების დროს არის სხვადასხვა სიტყვების კომბინაცია და ფორმა შერჩეული, რაც პრინციპში განაპირობებს კიდეც ჩვენს მიერ გაკეთებულ არჩევანის სხვადასხვაობას. შესაბამისად, ეს არის ძალიან საინტერესო წიგნი, ძალიან ბევრის მომცემი და ინფორმაციული, იმ თვალსაზრისით, რომ ბევრს გაიგებს ადამიანი იმაზე, თუ როგორ არის ჩვენი ტვინი მოწყობილი, როგორ რეაგირებს ის გარემო პირობებზე და რა ფაქტორები განსაზღვრავს იმას, თუ რა გადაწყვეტილებებს ღებულობთ ყოველდღიურ ცხოვრებაში და რა არჩევანს ვაკეთებთ.